Ღმერთობისა ყველას ჩემობარტყებო, მოვიდა ესეთი ტიპის საჯარო გაშლით, ის რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, ის რაც აუცილებლად ასე ვთქვათ, მოვა შენს ცხოვრებაში, აი ამ უახლოეს, არ ვიცი, ვადაზე, უახლოეს დღეებში, კვირებში, რა ვიცი, ნახოთ. მოკლე ვადაზე მინდა გავაკეთო ეს საჯარო გაშლა და მანამ სანამ აი ამ კონკრეტულ ინფორმაციას მივიღებდით, მანამდე ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა. როგორი არის შენი მართველი ენერგიები, რათა იყოს სიგნიფიკატორი, ხო? არის ეს საჯარო გაშლა საშენო თუ არა? აი ამაზე რომ გქონდეს შეხედულება თავიდანვე და ვიცოდეთ. ნახოთ, როგორი ენერგიებით ხარ ახლა წარდგენილი? რა ენერგიებში ხარ? ნახოთ ჩვენი ჩრიტინა ტაროთი. რა ენერგიებში ხარ ახლა? როგორი არის შენი მართველი ენერგიები ახლა? ცხოვრების რა ეტაპს, რა პერიოდს გადიხარ ახლა? ნახოთ. ბევრმა დამიწერეთ, რომ ვერ მიკავშირდებით ნომერზე ხელმისაწვდომი აღარ არის დაკავშირება. ერთადერთი სადაც შეძლებთ რომ მომძებნოთ და ვნახოთ, ეს არის Instagram გვერდი. არ გაქვთ Instagram-ი, გააკეთეთ. სხვა რა გიშველოთ, არ ვიცი. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. რა ენერგიებში იმყოფებით ახლა და რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? თქვენს ცხოვრებაში ხდება ის, რომ ერთბაშად და ერთდროულად თუ იყო ყველა კარი ჩაკეტილი, თუ იყო ბევრი გაუმართლებლობა, თუ იყო ბევრი უარყოფითი პასუხი, ბევრი და დიდხნიანი ჩავარდნა, დიდი პაუზა, უმოძრაობა, გაუმართლებლობა, უიღბლობა, აი ამ პერიოდიდან ერთიანად უნდა გამოხვიდეთ აი ამ აგვისტოს 10 რიცხვიდან. დავიმახსოვროთ ეს ვადა. ეს არის ის ვადა, როდესაც შენს ცხოვრებაში ნელა დაიწყებს აი წვრილ-წვრილი დადებითი ამბები, აი თავის დამკვიდრებას დაიწყებენ, ესე რომ ვთქვათ. მნიშვნელოვანი აქ რაც არის ამბის თაობაზე. აქ არის ის, რომ დაახლოებით 10 რიცხვიდან, დაჟე 8 რიცხვიდან, აგვისტოს 8 რიცხვიდან, თქვენ შემთხვევაში მოლოდინი გქონდეთ იმის, რომ ძალიან, ესე ვთქვათ, უნდა მოწესრიგდეს რაღაც დონეზე ფინანსური და სამსახურეობრივი საკითხები. აქ ჩანს ფინანსური საკითხების განახლება, ფინანსური საკითხების დალაგება. ბევრი შემთხვევაში თუ გქონდათ ცოტა დაძაბული ურთიერთობების დალაგება, ბევრი შემთხვევაში ვიტყვი იმასაც, რომ დაუშვათ ვიღაცა ვინც აპირებს, რა ზაფხულმა ჩაიაროს და ახალი სამსახური მოძებნოს, რაღაცა ვარიანტი იქნება, შემოთავაზება იქნება ახალი სამსახურის თაობაზე. ბევრი შემთხვევაში იქნება აქ ასევე აქტუალური ისიც, რომ მიიღოს ზუსტად ის კონკრეტული, არ ვიცი, საბუთი, ვინც ემიგრაციაში ხართ, რომელიც საბუთიც უკვე შემდგომში დაგეხმარებათ იმ წინსვლაში, რაც სამსახურეობრივი განვითარების კუთხით გჭირდებათ. და რაც ყველაზე კარგად ჩანს, ეს არის ის ფინანსური და კარიერული განვითარება, რაც დაუშვათ შენს მიზნებს ყველაზე მეტად ჭირდება ახლა. ფინანსების შემოსვლა, ფინანსებში საკმაოდ დიდი დოზით გამართლება, ყველაზე ისეთი აქტიური თვეები გელით, აგვისტოს მეორე ნახევარი იქნება ზედმეტად კარგი და დადებითი. გამოვყოფდი სექტემბრის მეორე ნახევარს და ოქტომბრის მთლიან თვეს, ესეც შემიძლია რომ გითხრათ. და ზოგადად აი ამ წლის დასრულებამდე დარჩენილი ის 4 თვე აგვისტოს გამოკლებით, ხო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი, იქნება ზედმეტად, აი როგორ გითხრათ, ახალ ეტაპზე გადამყვანი იქნება ყოველი თვე. დაუშვათ რაღაც დაიწყება სექტემბერში, ოქტომბერში მოყვება კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობა. ნოემბერში იქნება კიდევ უფრო დასტაბილურებული, გამყარებული მდგომარეობა. რაც დაგეხმარებათ მეტწილად, რომ რაღაც თქვენმა, ესე ვთქვათ, გეგმებმა, საქმეებმა მყარად გაიდგან საკუთარი ფესვები, ხო, თავისით. ვინც დაუშვათ რაღაცის მშენებლობას გეგმავს, ვინც დაუშვათ რაღაცა საქმის დაწყებას გეგმავს, ძალიან კარგი პერიოდი იქნება თქვენთვის სექტემბერი, ოღონდ დავიმახსოვროთ რიცხვები და გავითვალისწინოთ, რომ კარგი იქნება თარიღის მხრივ ავირჩიოთ 8-იანი და 6-იანი, იდეალური იქნება, ასევე იდეალური იქნება 17 რიცხვი, იდეალური იქნება ამ შემთხვევაში 28 რიცხვი, სექტემბრისა ეს რიცხვები. არ აქვს მნიშვნელობა რა, რაღაცა ახალი პროექტის დაწყებას გეგმავ თუ რას აპირებ, ყოველ შემთხვევაში ეს არის ის ციფრები და რიცხვები და თარიღები, რაც საშენთავოდ, სასიკეთოდ შეგიძლია რომ გამოიყენო. ენერგეტიკული თვალსაზრისით გრძნობ, რომ შენ თვითონვე გაქვს მზაობა იმისა, რომ იმდენი ხანიაო რაღაცა კარგი არ მომხდარა და მოხდენილა ჩემს ცხოვრებაში, რომ გრძნობ, რომ რაღაც ახალი ეტაპი იწყება და ველოდები რაღაც დადებიც, ველოდები რაღაცა სიახლეს, ველოდები რომ რაღაც კარგი უნდა მოხდეს და ძალიან სწორად გრძნობ. უბრალოდ აგვისტოს 8-10 რიცხვიდან დაიწყება შენს ცხოვრებაში სიახლეების შემოსვლა, ხოლო კონკრეტულად რა არის ის, რაც უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს, ან თუნდაც ამ ერთი თვის ბოლომდე, აი ამაზე უკვე ვისაუბრებთ ახლა.
დავიწყოთ ახლა აქ ჩვენ ამ ინფორმაციის გაშლა, მიღება, ჩაღრმავება მოახდინოთ, ხო, ჩაუღრმავდეთ აი ამ ინფორმაციას. რა არის რაც აუცილებლად მოხდება? აი არ ელოდები, მაგრამ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ აი ასე გიწერია უბრალოდ და აი აუცილებლად მოსახდენი ამბავი რა იქნება შენს ცხოვრებაში. აბა ვნახოთ რა მოხდება შენს ცხოვრებაში, რასაც არ ვიცი, ელი ან არელი, მაგრამ გზას აი რო ვერ აგივლის ფონს დავაკვირდებოდი ამ შემთხვევაში აქ არის ჯაჯმენტი. პლუს ამას ქვეშ უდევს არკანი სამართლიანობა. მოდი დავაწყოთ ესენი ესე ერთად. ნახოთ აქ ქურუმი. სხვათა შორის ბევრი შემთხვევაში ყველაზე ისეთი შენი ღრმა, სურვილი, ოცნება, ნატურა უნდა აცხადდეს, ასრულდეს. ძალიან ბევრი შემთხვევაში ვიტყვი იმას, რომ რაღაცა რაც გაქვს გულით და სულით ჩაფიქრებული, აი ეს ჩანაფიქრი უნდა განახორციელო. ამ ჩანაფიქრის განხორციელება სისრულეში მოყვანა ჩანს თან ძალიან მალე. ნახოთ რა მოხდება უახლოეს დღეებში შენს ცხოვრებაში, რა იქნება ის, რაც შენ მოგიტანს ბედნიერებას, რა იქნება ის, რაც შენ გაგახარებს, ესე რომ ვთქვათ. ნახოთ. ეხლა ფინანსური თვალსაზრისით, რის თქმაც შემიძლია თქვენთვის, აქ არის ის, რომ ძალიან ერთი წუთი. მე ვხედავ აქ შანსს, გამართლებას, რომელი შანსი და რომელი გამართლებაც ძალიან მალე უნდა გამოჩნდეს შენს ცხოვრებაში. ცოტა აზარტულები ვინც ხართ, რაღაცის მოგებას გამოკრავთ ხელს, აი ღბლიანები ვინც ხართ და თვლით, რომ ზოგადად ამ ხრივ წარმატებულები ხართ და ბევრჯერ რაღაცა მოგიგიათ სრულიად შემთხვევით, ამ ხრივ რაღაცას გამოკრავთ ხელს. ასევე სანათესაოში არ ვიცი ეს არის ბიძა, ბიცოლა, დედის მხრიდან, მამის მხრიდან, ბებია, ბაბა, არ ვიცი, მოკლედ სანათესაო წრიდან შეტყობინება, შეხმიანება, ზარი, რაღაც ახალი ამბავი, რაც შენს ესე ვთქვათ, არ ვიცი, მიწაზე დაასხამს კარგ წყალს, ხო, იმიტომ რომ რაღაცაში წაგადგება ვიღაცის შეხმიანება, რაღაცა ურთიერთობები თუ ცოტა რაღაც მხრივ ქონებრივი დავები თუ იყო, აქ რაღაცა სიახლის გაგება. ტელეფონი დაჯდა. ვიდეოც მიითიშა. რას ვამბობდი? ქონებრივი დავა თუ იყო აქ ან რაღაცა კონკრეტულად რამე ნაკვეთი თუ გეგულებათ, სახლი თუ გეგულებათ, რომელიც გინდათ რომ გაყიდოთ, ან გაიყიდოს და თანხა გაიყოს შუაზე, ან რაღაცა რაც თქვენ გეკუთვნით ამ საკითხთან დაკავშირებით, საუბარი, შემოთავაზება, დაალაგებული გადაწყვეტილებების მიღება, ხო, აი რაღაცა გააზრებული ჩხუბის, აყალმაყალის, ყაყანის გარეშე, აი ეს რაღაცა გელოდებათ აქ თითქოს. უახლოეს პერიოდში კარგი მუშაობა, კარგი სამსახური, კარგი პირობებით და რაღაცა რაც გულით გაქვს და სულით ჩაფიქრებული, აი ამ ჩანაფიქრის გამოსვლა, ახდენა და შემდგომ უკვე იმ სადავეების ხელში დაჭერა გელოდება, რა სადავეების ხელში აღება და დაჭერა შენ გინდა. აქ იქნება აი როგორ გითხრა, კმაყოფილი უნდა იყოს სექტემბრის ბოლოსკენ უკვე აგვისტო ისეთ სიახლეებს მოიტანს, რომ აი თუ მაძღრად იგრძნობ შენ თავს, აი მაძღარი იქნები ყველა იმ სიახლის, რა სიახლეებით შენ გელოდება აი ამ აგვისტოსთვის დასრულებამდე. აი ბოლოს მგონია რომ აი ჭერი ჩამოინგრევა და მეზობელი შემიშლის უკვე ხელს. მესამედაც თუ რაღაცამ შემიშალა ხელი, ესე იგი ნიშანია ხალხო. ნიშანი რომ ეს გაშლა აუცილებლად ახდენადია, აუცილებლად ახდება და ასრულდება და თქვენამდე არ უნდა მოკლედ მოვიდეს რა, თქვენს ყურებამდე მოსვლა არ უნდა. ეხლა ნახოთ კიდევ რა არის, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება, აბა ნახოთ. ხო, მე აქ ხედავ ახლა ერთ რაღაცა ისეთ
პატარა იმედგაცრუებებს, რომელსაც გადიხართ და შეიძლება გამოწვეული იყოს საახლობლო წრიდან, სამეგობრო წრიდან, სანათესაო წრიდან, ოჯახის წევრების მხრიდან. შეიძლება გაქვს პერიოდი, როდესაც რაღაცა გიჭირს, რაღაცა უმოძრაოდ ხარ და ვერავის მხრიდან ვერ გრძნობ ვერანაირ მხარდაჭერას, ვერ გრძნობ ყურადღებას, თანადგომას, გვერდში დგომას და აი ამას იმახსოვრებ, ამიტომ არ დაიმახსოვრო. შენ ცხოვრებაში მუშაობის, დატვირთული გრაფიკების, მოქმედების, მოძრაობის, რაღაცა დიდი ჩანაფიქრის ახდენა ასრულების დრო მოდის და ჯობია რომ მეტად ამაზე მობილიზდე. შენ ცხოვრებაში იმხელა გამართლება უნდა შემოვიდეს რაღაცნაირად და შემოლაგდეს. მართალია ცოტა კუსნაბიჯებით კი მოდიოდა აქამდე, თუმცა ერთდროულად აი თითქოს აქამდე თუ ერთი კარიც არ იხსნებოდა, შენ არჩევანის თავისუფლება გექნება, იმდენი კარი გაიხსნება ერთად. აქ ჩანს ფინანსური გამარჯვება, ფინანსური გამართლება, კარგი სამსახური ჩანს. ვინც უკვე მუშაობთ, გეტყვით იმას, რომ შემოთავაზებებს ელოდეთ, ხო, აი პოზიციის ცვლილებაზე, ან ფილიალის ცვლილებაზე, ან ერთი პოზიციით მაღლა გადასვლაზე, ხო? ყველაფერზე უნდა დათანხმდეთ, ეს იცოდეთ, იმიტომ რომ ყველანაირი თვალსაზრისით გათავისებული გქონდეთ ის, რომ თქვენ ხშირ შემთხვევაში ხართ ის ადამიანი, რომელიც არის ხშირად შურის ობიექტი, თუნდაც თავის თანამშრომლებში ან თავის ახლობლო წრეში, შენ ხარ ადამიანის ის კატეგორია, რომელიც აშკარად თვალს მარტივად იღებს, ამიტომ როდესაც რაღაცას გეგმავ, ყველაფერი ქენი იმისათვის, რომ ენასკვილი დააჭირო და არის საუბრო, არ ელაპარაკო, იმიტომ რომ ხშირად ხარ ობიექტი სხვების თვალში, რომელსაც აი რაღაც ყველაფერში უმართლებს, ვითომ და აი შურთ, ყოველთვის შენი შურთ და სკდებიან ხოლმე გულზე და ამიტომ მოდი ნაკლებად ვისაუბროთ იმაზე, რასაც გეგმავთ და ვიყოთ ჩუმად, კარგად ვართ თუ ცუდად ვართ, ყოველთვის თქვათ, რომ არ ამიშავს, კარგად ვარ, ნორმალურად ვარ, ყველაფერი არის კარგად. მორჩა სულ რო კვდებოდი ადამიანი, მაინც არ უნდა თქვა რომ კვდები და ცუდად ხარ, იმიტომ რომ ნუ გაახარებ ნურავის და ნურც ზედმეტად ნუ მოახვევ თავს შენს წარმატებას, სიხარულს და ბედნიერებას. სამსახურში თუ ყავთ გარშემო ისეთი თანამშრომელი ან უფროსი, რომელიც არ გაფასებთ, ვერ გაფასებთ, ზურგს უკან ჭორები, ჩახლართული სიტუაციები, ვიღაცას ძალიან ცუდად უბრუნდება შენთან დაშვებული შეცდომების გამო, დაუმსახურებელი ქმედებების გამო თავისი წილი ბუმერანგი. ასევე ვიტყვი იმას, რომ ვისაც პირად ცხოვრებაში გქონდათ გარკვეული სახის ჩახლართული მდგომარეობა, დაუშვათ პარტნიორი წაგართვა სხვა პიროვნებამ, წაიყვანა, გაიტანა, არ ვიცი, გიღალატეს, სხვაზე გააკეთეს არჩევანი და მარტო ხართ და რაღაცნაირად ისევ იმაზე ხართ ჩაციკლული ფიქრებით და ისევ იმასთან ხართ ენერგეტიკულად, ჩახსნა მოშორება და ახალი ადამიანის გაცნობა გამოჩენა გელოდებათ. შემდგომ ხო და ნუ ძირითად შემთხვევაში ვიტყვი იმას, რომ ეს წელი თქვენ მოგანიჭებთ იმ ქალურ ბედნიერებას, იმ ქალურ სიხარულს, ქალურ აღიარებას, იმ ადამიანისაგან, რომელიც უნდა გამოჩნდეს დაუშვათ თქვენს ცხოვრებაში ხო წლის ბოლომდე. სხვათა შორის შობადობის მხრივ დაფეხმძიმება ვისთვისაც არის მნიშვნელოვანი, არის აქტუალური და კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ აი დაუშვათ თუ გქონდათ რაიმე წანაზარდი, კისტა, არ ვიცი რაღაცა ისეთი, რაც საკმაოდ განერვიულებდათ ამ პრობლემის მოგვარებაც ჩანს, ამასაც ვიტყვი. და იმ ჯანმრთელობის საკითხის დალაგება ჩანს ჩემოთკბილება. მეგობრებთან ერთად სადღაცა, არ ვიცი, წასვლები, გასვლები, აქ არის რაღაცა, აი ფინანსურად მგონია, რომ აი ზოგავ რაღაცა თანხებს, ფინანსებს გიშინი, არ ვიცი რა როგორ და რაგვარად წარიმართება, შეიძლება გაციებული ხარ, შეიძლება გრიპი გაქვს, შეიძლება ცუდად ხარ, შეიძლება აი რაღაცნაირად აი ლოგინად ხარ ჩავარდნილი, ან ლოგინში გიწევს ყოფნა, ან ვიდეოს უყურებ ლოგინიდან, ხო არ ხარ კარგად, თავს არ გრძნობ კარგად. და ზუსტად აი ამ მდგომარეობაში რომ ხარ, ზუსტად ამიტომ უნდა შემოვიდეს ძალიან დიდი დოზით შენ ცხოვრებაში გამართლება და ის ფინანსები, რომელი ფინანსებით შენ გაგიხსნის იმ თავარ კარს, იმ თავარ არეალს წარმატების, რაც შენ ცხოვრებაში ძალიან დიდ კაშკაშამზე შემოიყვანს. განულება მოხდება აქ სიახლეების ახლიდან, რაღაცა შემოვარდნა, შემოცვენა იქნება, ამისათვის იყავი მზად და ხო, აი მოკლე გზები, გამგზავრებები, ან ვიღაცის სტუმრად მიღება, მოსვლა, ძალიან დიდი სიყვარული გელოდება განსაკუთრებით შენ, იმიტომ რომ ძალიან გაქვს გული ნატკენი წარსული პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე და აქამდე თუ ხდებოდა ისე, რომ ადამიანი შენ გიჩენდა განცდას, რომ არ ხარ ალბათ საკმარისი და საკმარისად კარგი, შენ ცხოვრებაში შემოვა მამაკაცი, რომელი მამაკაციც ხმლების დაგების მაგივრად, აი მაქსიმალურად დაგეხმარება, რომ აი სიმშვიდე მოიპოვო და პირიქით ის შენი სიმშვიდე დაიცვას, აი იმ ხმლებით, რომელიც ამ ქალბატონს აი ესე უკან ზურგს უკან აქვს რაღაცა დაგებული თუ ჩაგებული თუ რა ვიცი რა დავარქვათ. გელოდებათ
ძალიან დიდი დოზით ბედნიერება, ეს მინდა რომ გამოჩნდეს, ეს არ ტანიათიანი თასები ძალიან ლამაზად ხატია, ჟრიამული, სიხარული, ოქტომბრის თვე იქნება აქტუალური და შენთვის იღბლიანი ციფრი იქნება 10. ეს დავიმახსოვროთ, ხო? რაღაცა იმდენად ხშირად ამოვიდა შინაური ცხოველი, რომ არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც იპოვნოთ შემთხვევით, ან ვიღაცა მოგიყვანოთ, ან მოუაროთ და ძალიან ისე შემოიჩიოთ და აი ეს რაღაც ცოტა პატარა კუსნაბიჯების დღეები გადაგატანინოთ. სიყვარულს ელოდეთ, რაც ძალიან მალე უნდა გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, ჩემო მარტოხელა ქალბატონებო. ყურებს ნუ ჩამოყრით ნუ რას და გახსოვდეთ, რომ ფიქრებს და შინაგან მზაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მე რის თქმაც მინდა თქვენთვის არის ის, რომ გქონდეთ კარგი მოლოდინი, არანაირი თვითგვემა, არანაირი საკუთარ თავის წყევლა, რომ რატომ არ მიმართლებს მე, რატომ უმართლებს და პეტრეს, პავლეს და ასე შემდეგ. მეტი ამბიცია გაიჩინეთ. ნურაფრის ნუ გეშინიათ, იმიტომ რომ ყველაფერი არის თქვენს ხელში. პირად ინდივიდუალურ კონსულტაციებზე მომწერთ მხოლოდ Instagram გვერდზე, გააკეთეთ ეს Instagram-ი სხვანაირად ფიზიკურად ვერ დამიკავშირდებით, ქართული შრიფტით შენი ხიოლი ასე მომძებნით და ასევე ენერგეტიკულ წმენდებზეც შეგიძლიათ რომ დამიკავშირდეთ. გემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს, სიხარულს, ბედნიერებას და ყველა იმის სურვილის და ნატურის და ოცნების ახდენა ასრულებას, რაც აი ასე გულით გსურთ და ესე ახდენაც ასე ძალიან გწადიათ. დროებით